ვარ გიორგი კაკაბაძე 7 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა და სიმღერა. უფრო მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და მინდა შევიდე. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 5 წლის. პირველად დავხატე ნაძვის ხე, მაგრამ საშინელება იყო. კიდევ კარგი ნახატი შენახული არ მაქვს. მე თანდათან კარგად ვისწავლე ხატვა. როგორ ვისწავლე და სკოლაში როდესაც დავდიოდი, მასწავლებელმა მითხრა, რომ ეს ამის სახელია ესაო და მე დავიწყე თანდათან. ახლა ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს. ერთხელ დავხატე ჩემი ავტოპორტრეტი და ძალიან კარგი გამოვიდა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ. ბაღის ნახატები 20 მაქვს, 50-იც მექნება. მთლიანობაში მაქვს 10 კარგი ნახატი. ერთი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ამ ნახატზე ხატია სახლები და არის საღამო. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს თეთრი. იმიტომ არ მიყვარს თეთრი, რომ ზამთარი ცოტა ჩემთან ახლოს არაა. ყველაზე უფრო მეტად მიყვარს სექტემბერი და ყველაზე ხშირად ვხატავ შემოდგომას. ჩემი ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ მინდა გავკიდო. თითო ნახატი ეღირება 5 ლარი. მე როდესაც ფული მაქვს, ხარჯავ საკანცელერიო ნივთებში. ცხოვრებაში ყველაზე მეტი ფული მქონია 250 ლარი. დრონის ყიდვა მინდოდა, მაგრამ არ მომივიდა და რაღაცებში დავხარჯე, მე ტასველები ვიყიდე. ხატვა ისე ძალიან მიყვარს, რომ აუცილებლად შევალ ხატვის წრეზე. მე ასევე მიყვარს სიმღერა და სიმღერად ჩემით ვისწავლე. სახლში მქონდა მიკროფონი, მაგრამ გამიფუჭდა. მეგობრებს პატიჟებდი, დედი კოპერაშკებს აწყობდა და იქ ეზოში ჩემს მეზობელს დინამიკი ჰქონდა, გამოვიტანდით და თამაშობდით რაღაც თამაშებს. ასე ვაწყობდი ჩემს კონცერტებს. ჩემი საყვარელი სიმღერა ილონა გურგულიას შენთან. მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. ბებია ჩემი უკრავდა ფანდურზე და მისგან გამომყვა სიმღერის ნიჭი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ადამიდი ლუკა. ყველაზე ცელქია გაბრიელ გუნდაძე. ყველაზე ჭკვიანია ადელ რამიშვილი. ყველაზე მშვიდია ანეტა ღლონტი. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია დალი დავითაძე, იმიტომ რომ კარგად ხსნის გაკვეთილებს, ძალიან თბილია და მეგობრული. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ექიმობა იმიტომ გადაწყვიტე, რომ დავეხმარო ხალხს და გადავარჩინო ადამიანები. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 11 წლის, იმიტომ რომ 11 არის ჩემი საყვარელი რიცხვი. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, პატარა ძმა და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 3 წლის და ქვია დავითი. ის არის ცელქი, ნერვების მომშლელი და ყველაფერს მართავს, რაც მე მაქვს. ჩემი აზრით, დავითი როდესაც გაიზრდება, გამოვა ბოქსიორი. მაგრამ ჩხუბობს მეც მერევა. მამიკო არის მხიარული, თბილი და გულწრფელი. დედიკო არის თბილი, საყვარელი და ტკბილი. კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ გონია, რომ ჩვენ გვივლის გვაჭმევს და კარგი სახლის დამლაგებელია. ჩემს საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. ძელს რომ მოვიყვარ, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ დიასას და ალექსანდრას. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია Squid Game. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმის მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდებს, შეუძლებდი ფრინვას. ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნება. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 12. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მეკობრეების გემზე მარტო რომ იყოს, ვისთან ერთად იქნებოდა? ანუ ერთი ახლობელი რო ყავდეს გვერდით.
მე მაგალითად ავირჩევდი მამას, იმიტომ რომ მამა არის ძლიერი. ბედნიერება არის სიხარული, კარგი ოჯახი, როდესაც ყავს და როდესაც კარგი ბიჭი გაიზრდები. ან გოგო. ჩემს შემთხვევაში ბიჭი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.